ჩვენ დღეს ვისაუბრებთ სქესობრივი გზით გადამდებელ დაავადებებზე და დღეს ჩვენი სტუმარია უროლოგი ბატონი გიორგი ბურჯალიანი. ბატონო გიორგი, პირველ რიგში უღრმესი მადლობა მობრძანებისთვის და ალბათ ეს ის თემა არის, რომელიც მართლაც ძალიან ბევრ ადამიანს აინტერესებს და პირველ რიგში მინდა გკითხოთ, რამდენად ხშირია დღევანდელ დღეს, დღევანდელ თქვენს პრაქტიკაში მომართვიანობა სქესობრივი გზით გადამდებები დაავადებების გამო და რომელი არის ის სქესობრივი გზით გადამდები დაავადება, რომელიც დღეს ყველაზე უფრო ხშირად გვხდება? მოგესალმებით, მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. სქესობრივად გადამდები ინფექცია, ეს არის პირველ რიგში დეფინიციას გავაკეთებთ. ეს არის სხვადასხვა პათოგენით გამოწვეული ინფექციების ჯგუფი, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვან პრობლემას იწვევს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მხრივ. გამომწვევი არის ვირუსი, გამომწვევი არის ბაქტერია. დღესდღეობით ყველაზე გავრცელებული ჩვენს ქვეყანაში არის ქლამიდიოზი, ტრიხამონიაზი, გონოკოკი, არის ასევე ადამიანის პაპილომავირუსი, გენიტალური ვირუსი. ხშირ შემთხვევაში თვლიან, რომ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები ეს არის მაინც ახალგაზრდების დაავადებები და მოდით ესეც ვთქვათ, დაახლოებით რა არის ის ასაკი, რომელიც ყველაზე უფრო ხშირად რა ასაკშიც ყველაზე უფრო ხშირად მოგმართავენ? კი ბატონო, ეს ნამდვილად აქტუალური საკითხია. ზოგადად, როდესაც ახალგაზრდულ დაავადებად ითვლება ნაწილობრივ, თუმცა რეალობა არის სხვა, რომ დავყოთ გამოვლენა სქესობრივი გზით და ექიმთან მომართვიანობის არის ასაკობრივად განსხვავებული იმ მხრივ, რომ შვახნის და ზევით აქაც საუბარი არის 45-50 წლის ზევით მამაკაცებში, ის მომართვიანობა უფრო ხშირია დღესდღეობით უროლოგთან, ვინაიდან მოიხსენებათ უროლოგიური პრობლემები ასაკის მატებასთან ერთად თავს იჩენს. შესაბამისად, შეიძლება ჩაითვალოს ეს ახალგაზრდა დაავადება, თუმცა რეალობა სხვა არის, იმიტომ რომ მომართვიანობა არის უფრო მასაკობრივი. რამდენად ყველა შემთხვევაში ვლინდება კლინიკური სიმპტომებით და შეიძლება თუ არა მიმდინარეობდეს უსიმპტომოთაც და მოდით აქვე ვთქვათ ის სიმპტომები, რომელიც ხშირად მიანიშნებს იმაზე, რომ სწორედ ჩვენ გვაქვს ეს პრობლემა და როდესაც აუცილებლად, აი თუ ეს სიმპტომები ექნებათ ვთქვათ ადამიანს, რომ აუცილებლად უნდა მიმართოს ასეთ შემთხვევაში ექიმს და უროლოგს. დიახ, ზუსტად წინა საკითხს დაუბრუნდები, რადგან მომართვიანობა არის ახალგაზრდა ასაკში, როდესაც ადამიანი იწყებს სქესობრივ ცხოვრებას. მოგეხსენებათ, რომ სქესობრივად გადამდები ინფექციების უდიდესი ნაწილი ხშირ შემთხვევაში კლინიკურად არ გამოვლინდება. შესაბამისად, ამ ფაქტორის გამო მომართვიანობაც არის ნაკლები. გამოვლენება, რა თქმა უნდა, არის გამონადენი, წვა, თუნდაც ყრულოვანი წანაზარდები გენიტალებზე, სასქესოასოზე, გამონაყარი ასევე, რა თქმა უნდა. სწორი, დროული დიაგნოსტირება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ის ფაქტორი, რომ გამოვლენა, კლინიკურად არ გამოვლინდება, ეს არნიშნავს, რომ ორგანიზმში ის ვირუსი არის ინფექციები, რომელიც მკურნალობის გარეშეც თავის თვითნებურად შეიძლება ალაგდეს. არანაირი კლინიკური გამოვლენა არ ჰქონდეს, თუმცა ეს არნიშნავს, რომ ის განკურნებადია და ის ადამიანის ორგანიზმში არ არის. შეიძლება ბევრი გართულება და თქვა სხვა რაღაც პრობლემების გამოიწვიოს ასაკთან ერთად. არის ესეთი შემთხვევები, როდესაც თქვა მამაკაცები მოგმართავენ აბსოლუტურად სხვა მიზეზის გამო, შეიძლება იყოს თქვა თუნდაც შვილოსნობასთან დაკავშირებული პრობლემები, ან აბსოლუტურად სხვა პრობლემები. არა თქვა საერთოდ არ ფიქრობ იმაზე, რომ აქ შეიძლება იყოს სქესობრივი გზით გადამდები დაავადება, იმიტომ რომ ის უსიმპტომოდ გარკვეულწილად მიმდინარეობს და თქვენ თქვათ კვლევის პროცესში, როდესაც გასინჯვის პროცესში, კვლევის პროცესში შეგაქვთ ეჭვი და თქვათ ადგენთ ამ დაავადებას და თუ ესეთი შემთხვევებიც გვაქვს, აი არის თუ არა საჭირო, რომ გარკვეულ პერიოდულობით აუცილებლად ჩატარდეს სკრინინგი ამ დაავადებებზე, რომ როგორც თქვენ თქვით, თუ სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს, ადრეულ ეტაპზე აღმოვაჩინოთ ჩვენ ამ დაავადებების არსებობა. დიახ, ნამდვილად ხშირია საკმაოდ, ხშირ შემთხვევაში მომართვიანობა არის, როდესაც ხდება ოჯახის შექმნა. ამ შემთხვევაში თავს იჩენს რიგი პრობლემები, ხშირ შემთხვევაში მომართვიანობა არის უნაყოფობის გამო. ამ შემთხვევაში ხდება, რა თქმა უნდა, ანამნეზის გამოკითხვა დეტალურად. პირველი რიგი არის, რა თქმა უნდა, მნიშვნელობა აქვს ასაკს. პირველი რიგის გამოკვლევა ანამნეზი, რა თქმა უნდა, აქ შედის პირველ რიგში სქესობრივად გადამდები ინფექციები.
რომლებსაც ხშირ შემთხვევაში შეიძლება ადამიანს ჰქონდეს გადატანილი, თუმცა ეს მისთვის იმდენად უმნიშვნელო ფაქტი არის, რადგან კლინიკურად არასდროს ჩივილი არ ჰქონია. შემდგომ კვლევებიდან გამომდინარე, დგინდება, რომ ეს დაავადებები არის ერთ-ერთი მიზეზი ცალსახად. ნუ ამ ვთქვათ დაავადებებში შედის აუცილებლად ხდება დიაგნოსტირება, სკრინინგი, ნაცხის ანალიზი, სპერმის ანალიზი, თუ საჭირო არის PCR მეთოდით დადასტურება, შესაბამისი სქესობრივად გადამდები ინფექციის და შესაბამისი მკურნალობა. თუმცა ისევ მივდივართ დროულ დიაგნოსტიკამდე, იმიტომ რომ წლების განმავლობაში ორგანიზმში ყოფი ინფექცია შესაბამისად მისი განკურნებას, რა თქმა უნდა, უფრო მეტი დრო სჭირდება, სოციალური სტატუსი, ფსიქოლოგიური, ფინანსები და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი. დროული დიაგნოსტიკა არის სრული ხშირ შემთხვევაში პრევენცია და განკურნება, რა თქმა უნდა, რიგი სქესობრივად თითქმის ყველა ინფექციის. რამდენად არის განსხვავებული მიმდინარეობა, ვთქვათ, მამაკაცებსა და ქალებში და რამდენად უფრო ხშირად მოგმართავენ ხოლმე, ვთქვათ, არის თუ არა გარკვეულწილად სქესთან დაკავშირებით განსხვავება, თუნდაც სტატისტიკური თვალსაზრისით, მომართვიანობის თვალსაზრისით. კი ბატონო, ანუ კლინიკური გამოვლინება სხვადასხვა, რა თქმა უნდა, გამომდინარე ანატომიური და ფიზიოლოგიური თავისებურებებიდან. უფრო ხშირი მომართვიანობა უროლოგიური მიმართულებით არის მამაკაცების, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მოგეხსენებათ საშარდე მილი ურეთრა არის ბევრად გრძელი, სქესობრივად გადამდები ინფექციების პირველი, ესე ვთქვათ, ბუდე არის საშარდე მილი, პროსტატის ჭირკვალი, პროსტატის ჭირკვალი, ნუ ცალკე საკითხია, სკრინინგი აუცილებელია, ეს სხვა საკითხია. რომელი ასაკიდან უნდა დავიწყოთ სკრინინგიც, ესეც რომ პროსტატის სკრინინგი აუცილებელი არის 40 მინიმალურია 40-45-დან თუ ოჯახში არის ანამნეზი, გეგმიურად კეთდება 50 წლიდან აბსოლუტურად ყველა მამაკაცში, რათა თავიდან იქნეს აცილებული რიგი გართულებები, როგორც ცხოვრების ხარისხის, ასევე სიცოცხლესთან შეუთავსებელი მდგომარეობის. რაც შეეხება ამ გამოვლენებას, ხშირი მომართვა არის გამონადენი წვა. შესაბამისად ეს ინფექცია თუ არის წლების განმავლობაში, ამას შეიძლება გამოიწვიოს საშარდე მილის შევიწროება, პროსტატის ჭირკვლის ქრონიკული ანთება, რაც შესაბამისად აისახება როგორც შარდვის პროცესზე, ასევე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მამაკაცის ერექციულ სტატუსს. აი ეს ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე პრობლემა სწორედ და შესაძლებელია თუ არა და ხომ არ არის რომ რომელიღაც სქესობრივად გადამდები ინფექცია განსაკუთრებით თქვათ დიდ როლს თამაშობს ერექციულ დისფუნქციაზე, თუ ნებისმიერი არანამკურნალები თქვათ სქესობრივი გზით გადამდები დაავადება შეიძლება რომ თქვათ ერექციული დისფუნქციის ერთ-ერთი წინაპირობა გახდეს. კი, ნამდვილად უშუალოდ სქესობრივად გადამდებმა ინფექციამ უშუალოდ შეიძლება გავლენა არ მოახდინოს ერექციის სტატუსზე, თუმცა როგორც ვახსენეთ, ეს სქესობრივად გადამდები ინფექცია ლაგდება პროსტატის ჭირკვალში. პროსტატის ჭირკვალი მოგეხსენებათ არის მნიშვნელოვანი როგორც ჩარდვისთვის, ასევე სქესობრივი ცხოვრებისთვის, ანუ სისხლის მიმოქცევის დარღვევის მხრივ სასქესო ასოში. შესაბამისად მიზეზი არ არის უშუალოდ მარტო ერექციული დისფუნქცია, აუცილებლად უნდა მოხდეს დიაგნოსტირება, რამ გამოიწვია. ამ შემთხვევაში მიზეზი არის სქესობრივად გადამდები, უმკურნალები ცალსახად არის ერთ-ერთი მიზეზი. ხშირია ხოლმე, რომ თქვა სქესობრივი დისფუნქციის მიზეზი სწორედ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებაა თუ არა? კი, ერექციული დისფუნქცია ზოგადად საკმაოდ კი ბატონო, ესეთი პრობლემაა. პროფილური ბევრი გამომწვევი აქვს, თუმცა საკმაოდ ხშირი არის უმკურნალები სქესობრივად გადამდები ინფექციები. სწორედ ამიტომ არის ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ადრეულ ეტაპზე მოვახდინოთ დიაგნოსტიკა და მოვახდინოთ სწორი მართვა, იმიტომ რომ როგორც თქვენ აღნიშნეთ, ამ დაავადებების უდიდესი ნაწილი ეს არის აბსოლუტურად განკურნებადი და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ გამოვიწვიოთ სხვა მისი უკვე შემდგომი გართულებები. ხშირად არის ხოლმე ესეთი კითხვაც, რომ შეუძლია თუ არა იგივე ინფექციებს, სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებს გარკვეული როლი შეასრულონ, თქვათ, ონკოლოგიური დაავადებების განვითარებაში, შემდგომში და ჩამოყალიბებაში, თუ ის ასევე არის მიტოვებული და პრაქტიკულად არც დიაგნოსტირებულია და არც დამკურნალები. კი ბატონო, ზუსტად გამომწვევი დასაწყისში ვახსენეთ, გამომწვევი არის ბაქტერია, ბაქტერია ფაქტიურად განკურნებადია თითქმის 100%-ით დროულად დიაგნოსტირებული, რაც შეეხება ვირუსულ ინფექციებს, ამ ვირუსულ ინფექციებში შედის ადამიანის პაპილომა ვირუსი, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი,
რომელიც ასევე არის B და C ჰეპატიტი. თუმცა B და C ჰეპატიტი არ გადადის მხოლოდ სქესობრივი გზით, გადადის ასევე სისხლითაც. ამ შემთხვევაში ეს ვირუსები უშუალოდ არ იწვევენ სიმსივნის განვითარებას, თუმცა ამ შემთხვევაში პაპილომა ვირუსი იწვევს ანუსის, პენისის კიბოს განვითარებას. B ჰეპატიტი იწვევს უძლის ციროზის განვითარებას, რაც კარცინომასაც ზოგჯერ უძლის პირველადი კიბოს რისკ ფაქტორი არის. რაც შეეხება იმუნოდეფიციტის HIV ინფექციას, ეს მნიშვნელოვნად თრგუნავს ანადგურებს იმუნურ სისტემას, შესაბამისად ცვლის უჯრედის DNS-ს, შესაბამისად უღარ ხდება ვირუსული ონკომარკერების, ესე ვთქვათ, ორგანიზმიდან გამოდევნა და შესაბამისად შეიძლება განვითარდეს როგორც აპოშის სარკომა, ასევე არახოჭკინის ლიმფომა და რიგი დაავადებები. თუმცა უნდა ვთქვათ, რომ ეს დაავადებებიც, ვირუსული ინფექციაც, სქესობრივი გზით გადამდები, თუ ჩვენ დროულად აღმოვაჩინეთ, დღეს არსებობს ამის საშუალება, რომ ის სწორად ვმართოთ და ვთქვათ, მაქსიმალურად სიცოცხლე იყოს მაქსიმალურად გახანგრძლივებული, თუ ვთქვათ, სრულად ვერ შევძელით ჩვენ ამ დაავადებებისგან განკურნება. მოდით ვუთხრათ ჩვენს მაყურებელს, როგორ უნდა მოახერხოს პრევენცია სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების, იმიტომ რომ ერთის მხრივ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადრეული დიაგნოსტიკა და შესაბამისად სწორი მართვა და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია როგორ ავირიდოთ თავიდან საერთოდ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები. ნამდვილად სწორი არის, აქ საკითხი არის შედარებით მარტივად თუ ადამიანი გეგმიურად, როდესაც იწყებს სქესობრივ ცხოვრებას, აუცილებლად უნდა იყოს დაცული თუნდაც პარტნიორის სვალებადობა, დაცული კონდომის გამოყენება, აუცილებელია თვითგანათლება პარტნიორებს შორის კომუნიკაცია, თუ ერთის აქვს ინფექცია, აუცილებლად ხდება წყვილში მკურნალობა და ასევე გეგმიურად თუ ადამიანს აქვს რეგულარული სქესობრივი ცხოვრება, წელიწადში ერთხელ მაქსიმუმ ორჯერ აუცილებლად უნდა ჩატარდეს პროფილაქტიკური კვლევები რიგ ჩამოთვლილ სქესობრივად გადამდებელ ინფექციებზე. შესაბამისად, საკითხი არანაირ პრობლემას არ შექმნის როგორც ცხოვრების სტატუსიდან გამომდინარე, ასევე რიგი სოციალური. ხშირად ესეთი პაციენტები, ესეც უნდა გითხოთ, მიმართავენ ხოლმე თვითმკურნალობას, იმიტომ რომ ვთქვათ, მეგობარს ჰქონდა, დღეს მეც შემეპარა იწვი და ვთქვათ, შეიძლება მეგობარს ვკითხო, მეზობელს ვკითხო და ასე შემდეგ. რამდენად ვთქვათ, რისკის შემცველი არის ასეთი ქმედება და ამ თვალსაზრისით რა უნდა უთხრათ ჩვენ მაყურებელს? ეს საკითხი დღესდღეობით ალბათ აქტუალობით არის ყველაზე გავრცელებული, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ხა ამ საკითხზე მით უმეტეს ახალგაზრდა სქესობრივად აქტიური სტიგმატ მიაჩნიათ და ვთქვათ არ უნდათ ეკითხებათ. ერიდებათ რა თქმა უნდა, მიმართავენ თვითმკურნალობას, რასაც რა თქმა უნდა არასწორია, იმიტომ რომ გამომწვევი სხვადასხვა აქვს, როგორც ვახსენეთ, შესაბამისად ადამიანის ინდივიდია, თუ მის მეგობარს, ესე ვთქვათ, გადმოცემით მას ჰქონდა შედეგი, ეს არნიშნავს, რომ კი ბატონო. სხვადასხვა იმოქმედეს. ამიტომ ჯობია დროული სკრინინგი ყველანაირი მორიდების და ყველანაირი კი ბატონო, ჩვენ სწორედ ამას ვიძახით ხოლმე, რომ ინდივიდუალური მიდგომა გააჩნია გამომწევს, მაგრამ გააჩნია ასევე თვითონ მაკროორგანიზმს, როგორ პასუხობს ის ამ გამომწევს და შეიძლება მკურნალობა იყოს გარკვეულწილად განსხვავებული. ძალიან დიდი მადლობა, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრ ჩვენ მაყურებელს დააინტერესა და მიაქცია ყურადღება თქვენს რეკომენდაციებს და დაიცავს ამას აუცილებლად. პრევენცია როგორც წესი არის თავი და თავი, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებების დაცვა და აქვე ვიტყვი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ვაქცინაცია, სწორედ თქვათ ის ერთი ვირუსული ინფექცია, როგორიც არის პაპილომა ვირუსული ინფექცია, რომელიც ხშირ შემთხვევაში შესაძლებელია შემდგომში ონკოლოგიური დაავადებების წინაპირობას გახდეს. დღეს ჩვენ გვაქვს ამის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რომელიც მიზანშეწონილია, რომ ჩაუტაროთ როგორც გოგონებთან, ასევე ვაჟებთან, სწორედ იმიტომ, რომ დავიცვათ ისინი ონკოლოგიური დაავადებების განვითარებისგან. აუცილებლად სკრინინგი, როგორც აღნიშნეთ, ექიმთან ვიზიტი წელიწადში ერთხელ მაინც რომ ადრეულ ეტაპზე აღმოვაჩინოთ დაავადება და თუ აღმოვაჩინეთ, რა თქმა უნდა, ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობა და არა თვითმკურნალობა, იმიტომ რომ ეს არის ყოველთვის შედეგის გარანტია. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და ჩემს მაყურებელს ჯანმრთელობას ვუსურვებ.